მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგიდგენთ უახლოეს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია უკვე 25-31 მაისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე. Პირველში მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კვირის პირველი ნახევარი უკეთესია, ხოლო მეორე ნახევარი უკვე სადღაც პარასკევიდან ცოტა უფრო რთულია. დედამიწა აქ შედის უარყოფით ენერგოველში, ეს ერთი მოვლენა, რომელიც გაუარესებს სასკოლე ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის და უფრო მეტად გაართულებს მათ შორის ზოგიერთი იდეის რეალიზაციას და კვირას ასევე ჩვენ 31-ში გვაქვს სავსე მთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება ენერგიათა ხდება მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე, რაც ასევე ძაბავს ურთიერთობებს და ამიტომ კვირა დღე გავიაროთ 7-ად. არაფერი მშვენიერი აქ არის გვარ დავიწყოთ, არავითარი ასე ვთქვათ ურთიერთობების გარჩევა, მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოცია, იმიტომ რომ აქ ემოციური აგრესია მატულობს, ტრაუმატული ტენდენციებიც მოიმატებს და ამიტომ ვეცადოთ რომ კვირა დღე 7-ად და ცოტა ფრთხილად გავიაროთ. ამიტომ ყველაზე მშვენიერი საქმეები, პროექტები უმჯობესია რომ პირველ ნახევარში კვირისა დავგეგმოთ, სადღაც პარასკევამდე, ანუ მაქსიმუმ შაბათამდე. მერე უკვე უნდა გადავიდეთ უფრო შვეიცარიულ რიტმზე, რათა შესტომები არ დაუშვათ, კონფლიქტებში არ ვაღვიშდეთ და ასე შემდგომ. რაც შეეხება ახლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მოვიტანხმოთ, რომ თქვენ სიგრძნობთ, რომ გარკვეულწილად კვირის მეორე ნახევარი ცოტა უფრო რთულია, მაგალითად ვერძისთვის პირველი ნახევარი ძალიან კარგია. მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების დროა, საინტერესო ადამიანები შეიძლება გაიცნოთ, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, ამ მშვენიერი ინფორმაცია შეიძლება შეიძინოთ, მგზავრობის კუთხითაც პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მატულობს, შემთხვევა უფრო მდგრადი ხდება, ემოციურადაც უფრო სტაბილური ხდებით, მაგრამ აი მეორე ნახევარი უკვე ითხოვს ყურადღებას, სადღაც უკვე პარასკევიდან, იმიტომ რომ აქ შეიძლება საოჯახო პრობლემა მეტად იჩინონ თავი და აქ უფრო მეტად მოგეხდებათ კონკრეტული და ზოგჯერ ასე ვთქვათ ყოველდღიური საქმეებით უფრო მეტად შემოპარული. აკონტროლეთ მეორე ნახევარში კვირისა განსაკუთრებით უკვე თქვენი ემოციები და გადამოწმოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ფეიკების ალბათობა უკვე კვირის მეორე ნახევარში იქნება უფრო მეტი. ასე ისე როგორც თქვენი ზოგჯერ მოტყუების ცდილობაც. Ყველაზე კარგია თქვენთვის 26-31 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 28 მაისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე კუროებო, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ იმოქმედოთ აქტიურად ენერგიულად კვირის პირველ ნახევარში, სადღაც პარასკევამდე, შაბათამდე, ყოველ შემთხვევაში თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იაქტიუროთ, ხელშეს ქორწინებისთვის კარგი პერიოდია, რომანტიკული კავშირებისთვის, კარიული განვითარების კუთხითაც კი, ადრეული საქმეებიდან შეიძლება ახლა მიიღოთ სხვადასხვა სახის მატერიალური დივიდენდები, გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ამ კუთხითაც პერიოდი უდაოდ კარგია, მაგრამ აი უკვე მეორე ნახევარში კვირისა უკვე ვიყოთ ცოტა ყურადღებილი, რომ აქ შეიძლება მაგალითად გარკვეულმა სირთულეებმა იჩინონ თავი სამსახურებრივ სფეროში, ან რაღაც ზოგიერთ ხელმძღვანელებთან მაგალითად რაღაც ცოტა დაიძაბოს ურთიერთობა და ასევე სიჯიუტე მატულობს თქვენში, რაც ეს ცოტა სიხისტეს გამოიწვევს ურთიერთობებში. აი ამ კუთხით კვირის მეორე ნახევარში ვიყოთ უფრო ფრთხილი და წინდახედული, რათა მთლიანობაში ეს კარგი კვირა ასეთი მოქმედებებით არ გავაფუჭოთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 25-29 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგო 27-31 მაისის დღეები და ეს რიცხვები. თუმცა 31 მაინც ყველა ფრთხილად უნდა გავიქ. მე ვხედავ იმის, რომ მაგათ ვერც 31 კარგი დღე აქვს, მაგრამ მაინც მასაც მართავს სიფრთხილე, იმიტომ რომ მაინც ზოგჯერ სავსე მთვარეობა მიცის ესეთი უსიამოვნო ტენდენციები შექმნა, რასაც წინ და წინ ადამიანმა შეიძლება ვერც გასაზღვროს, რომ ესეთი რამ მოსაოდნელი, მაგრამ შეიძლება. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. 31 რიცხვი ყველასთვის საყურადღებო და საფრთხილოა. რა შეიძლება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნი დაუდევლეს, მოდით დავუშვათ, რომ აქ ენერგოტონუსი თქვენი მატულობს, ეხლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით რო იტყვიან და აი მოვიდა ეს დრო, როცა თქვენი იმუნიტეტი მატულობს, ყოველდღე ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივები, უფრო შარმიანი, უფრო მიმზიდველი, ყურადღების ცენტრში ადვილად ხდებით და აი პირველი ნახევარი კვირისა განსაკუთრებით ეფექტურია, სადღაც პარასკევამდე მაინც. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სოციალურ მოძრაობებში მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, მგზავრობის კუთხითაც ძალიან კარგი პერიოდია უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დროა, იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, სასქესო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი არის. სიტყვით, შესაძლებლობები გაქვთ მრავალფეროვანი, მაგრამ უკვე კვირის მეორე ნახევარში, ამ კვირის ბოლოსკენ იყავით ცოტა ფრთხილად, წინდახედულად. გასაგებია, რომ თქვენ გასცნელი ხართ აქ კონტაქტებისთვის, მაგრამ ფარულ მტრებსაც არ ძინავთ და თქვენი წარმატებები შეიძლება ყველას არ მოეწონოს, ესეც გავითვალისწინოთ.
აქ მეგობრული კონტაქტები მთლიანობაში ამ კვირაში კარგად წარიმართება, მაგრამ აი ზედმეტი ფინანსური ხარჯი და ცოტა ფინანსურმა არასტაბილურობამ სწორედ შეიძლება მეტად იჩინოს თავი კვირის მეორე ნახევარში, უფრო კვირის ბოლოსკენ. აი ამ თვალსაზრისით ვიყოთ ყურადღებით, რომ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს აქ მოვერიდოთ. Ყველას გარეგია თქვენთვის 26-31 მაისის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 28 მაისის დღე ეს რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ 31 თქვენთვის საერთო ჯამში კარგია, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ეს არის კვირა დღე, ანუ სავსე მთვარეობის ცოტა მძიმე დღე. ამიტომ თქვენ შედარებით უკეთესად გაევლით ამ დღეს სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ მაინც აკონტროლეთ ემოცია, როგორც თქვენი, ასევე სხვების გაითვალისწინეთ და რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები ჯობია 31-ში არ გადასგვიდოთ. რაც შეეხება კეჩხების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, ერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია პირველ ნახევარში კვირისა, მაგრამ უკვე სადღაც პარასკევიდან თქვენ იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა სერტოლეები მატლობს. ანუ პარასკევიდან პრობლემები მეტად შეიძლება წარმოექმნეს კარიული განვითარების კუთხით, ხელმძღვანელებთან შეიძლება ურთიერთობა ცოტა მეტად დაიძაბოს, მაგრამ პირველი ნახევარი კვირისა გაიარეთ აქტიურად, იმიტომ რომ ძალიან კარგი შანსები გაქვს, ახალი იდეები, პროექტები, გეგმები, მათი განხორციელებებს კარგი შესაძლებლობა, საინტერესო წინადადებები და ასე შემდგომ. მაგრამ მეორე ნახევარი უკვე ეთხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ აქ, მოდი ასე ვთქვათ, მემკვიდრეობის საკითხები შეიძლება უფრო მძაფრად დადგეს, აქ ფინანსური გადანაწილება შეიძლება ასევე არ მოგეწონოთ საერთო ბიზნესისა და ამ კუთხითაც შეიძლება დაძაბულობა მოხდეს და შემო. ერთ სიტყვით, თუ რაღაც მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი გაქვთ, აუცილებლად კომპეტენტურ ადამიანებთან გქონდეთ კონსულტაცია. რათა შესაძლებლობები არ დაუშვათ განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ყველას გარეგია თქვენთვის 25-29 მაისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 27 მაისის დღე და ეს რიცხვი 31 წიცით რომ ფრთხილად უნდა გაიაროთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა რომ მდგრადი ხდება, რაც მეტი დრო გავა, ლომი იგრძნობს, რომ უფრო ენერგიული, აქტიურია, დინამიურია, უფრო იღბლიანია, წარმატების ფაქტორებიც მოიმატებს უდავოდ, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისა უფრო რთულია. სადღაც პარასკევიდან შეიძლება რაღაც კრიზისული ტენდენციები გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში. გარკვეულმა გულაცრუებამ შეიძლება იჩინოს თავი. შეიძლება მოდი ასე ვთქვათ, თქვენი იდეალების ნგრევაც კი მოხდეს და ფინანსური დანაკარგების წინაშეც კი აღმოჩნდეთ. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უფრო რთულია და ვიყოთ ცოტა ფრთხილი აქ, მაგრამ პირველი ნახევარი შეგიძლიათ აქტიურად გავლოთ, იმიტომ რომ აქ მაინც შანსები, პერსპექტივები ჩვენ გვაქვს და კიდევ ერთი გაფრთხილება ყველა ნიშანს, რომელიც ახლა ყველას მინდა ვთხოვო, ეს არის 26 რიცხვი. 26 არის სამშაბათი დღე. და აქ რა ხდება? მარს პლუტონის დაპირისპირება ხდება. ეს ორი ბოროტი პლანეტა, როცა ერთმანეთთან შედის ნეგატიურ ასპექტში და ეს 26-ში ხდება, აქ ტრამულობის, ავარიულობის, უფრო მეტი ტექნოგენური კატასტროფების, ავარიული ტენდენციების ალბათობა მატლობს. საერთოდ ყველა შესაბამისი სამსახური უნდა იყოს თხილი და სამზადისში იყო, არ არის უცებრელი რომ მაინც რაღაც პრობლემა ესეთი მოხდეს, მაგრამ არის მაღალი ტენდენცია, ხო? ვიღოთ ყურადღებით. ამიტომ კვირასთან ერთად 26 რიცხვიც უნდა გავიაროთ საკმაოდ თხილად. იმიტომ რომ სამშაბათი დღეა, აქ ლომებს შეიძლება სხვადასხვა სახის სერტოლეები წარმოექმნას, ამ კუთხით ვიღოთ ყურადღებით. თუმცა პირველი ნახევარი მაინც უფრო უკეთესია, იმიტომ რომ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად, აი სამშაბათის გამოკლებით, უფრო მეტად შევძლოთ არაერთი საინტერესო იდეის პროექტის რეალიზაცია და მთავარია თქვენთვის აქ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც მეგობრებთან, ასევე კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ეს უფრო მეტად წაგწევს წინ. ყველას კარგია თქვენთვის, აი თქვენ გაგიმართლათ იმ კუთხით, ლომები 26 რიცხვი თქვენ გაქვთ დადებითი დღე. მართალია სირთულეები მაინც იქნება ამ დღის განმავლობაში, მაგრამ თქვენ შედარებით უფრო უკეთ შეგიძლიათ გაიაროთ ეს დღე. და ასევე 26-31 ეს ორივე ყველაზე მძიმე დღე თქვენ გაქვთ დადებითი. ამ შემთხვევაში, რაც ცოტა უფრო შეგემსუბუქებთ ამ რთული დღეების გავლას, მაგრამ რთული გაქვთ 29 ასევე რიცხვი, რომელიც ასევე ფრთხილად უნდა გავიაროთ. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება, სკოლა პირველი ნახევარი კვირისა უკეთესია, მაგრამ 26 მაისი მაინც გახსოვდეთ და ფრთხილად გავიაროთ. მარს პლუტონის კვადრატურა გვაქვს, ცოტა მძიმე ეს დღე, ამიტომ ამ დღისთვის არაფერი მშვენი არ დავნიშნო და მეორე ნახევარი კვირისა, სადღაც პარასკევის შაბათიდან. აქაც ცოტა ფრთხილად. აი, აქ მოდი ესე ვთქვათ, 26-ში და ასევე კვირის მეორე ნახევარში ცოტა კონფლიქტურობა მოიმატებს, ურთიერთგაგება შემცირდება, კოლეგებთან მით უმეტეს ურთიერთობებში, აი მანდილოსებთან შეიძლება აქ სერიოზული პრობლემები და კონფლიქტები წარმოიქმნას და არჩეულ დღეები ამ კვირისა გამოიყენოთ, იმიტომ რომ კარიული კუთხითაც კარგია, ფინანსური კუთხითაც შეიძლება საინტერესო პროექტები განახორციელოთ, პროფესიონალად
განვითარდეთ და ფინანსურადაც შეიძლება სულაც არ იყოს ის დარჩენილი დღეების შესაძლოა მოგზაურობას უწყობენ ხელს. მაგრამ 26 და 31 ამ კუთხით მოგზაურობის კუთხით ჯობია გამოდოთ. ყველას გარკვეულია თქვენთვის 30 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 მაისის დღე და ეს რიცხვი და 31-ից რომ თქვენ უნდა გამოვთ, ეს გვეიცით. რაც შეიძლება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, მოდით ავუშვათ რომ 26 რიცხვი და ასევე 31 ყველამ და მათ შორის სასწორმა ფრთხილად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ პრობლემები ამოსაოდნელი სამსაუბრობის სფეროში, ფინანსური სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას, მგზავრობის დროსაც კი გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება ტრავმატულ ემოციონალურადაც მეტად იჩინონ თავი, მაგრამ დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს ჯანმრთელობ რომ გრადი ხდება საინტერესო შეხვედრები, არაორდინარული ადამიანების გაცნობა, სასწავლო კონტაქტებისთვისაც კი შემოქმედებითი ჭის უნარის გამოსავლად საკმაოდ კარგი პერიოდი, მათ შორის უცხოელებთან აქტიური კონტაქტები. აი დანარჩენ დღეებში მაქსიმალურად განავითარებთ. ყველას კარგია თქვენთვის 27 რიცხვი და ნაწილობრივ 31, თუმცა 31 რომ მაინც სავსემთვარეობა და ფრთხილად უნდა გამოვდოთ, იცით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით თქვენ შეიძლება შედარებით უკეთესად გაიაროთ ეს დღე. და 29 რიცხვი და ნაწილობრივ 26 იცით, ცოტა ფრთხილად და წინახედულად უნდა გავიაროთ ასევე. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება, აქ უკვე 26 და კვირის ბოლოს ცოტა ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ურთიერთწინააღმდეგობები გამოჩნდებიან, არასტაბილურობა საქმეებში უფრო მეტად გამოვლინდება ამ პერიოდში, პარამეტრებიც უფრო მეტად და მოშორნეები თქვენ საწინააღმდეგოდ ამოქმედებიან, მაგრამ დარჩენ დღეები შედარებით აქტიურად უნდა გამოვოთ, იმიტომ რომ გაქვთ შესაძლებლობა რომ სახლში ცვლილებები შეიტანოთ, შეიძლება აქ ახალ ბინაშიც გადახვიდეთ, ძალიან საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, როგორც ბიზნეს პარტნიორებთან, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხითაც, ამიტომ განმავლობაში დარჩენ დღეები აქტიურად უნდა გამოვოთ. ყველას კარგია თქვენთვის 30 მაისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 26 მაისის დღე და ეს რიცხვიც და 31-ից რომ ფრთხილად უნდა გამოვოთ, ესეც მიმედია უკვე იცით. რაც შეიძლება მშვილდოსთვის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს პირველ რიგში 26 მაისი და კვირის ბოლო, შაბათი კვირა მაინც ყოველ შემთხვევაში ცოტა ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ აქ მაინც პრობლემების ტენდენციები თვალსაცემ იქნება და ამ ტენდენციებმა შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვან თქვენს რეპუტაციას. აქ შეიძლება პარტნიორული პრობლემებიც კი წარმოიქმნას მეტი, მაგრამ დანარჩენი დღეები აქტიურად გაიარეთ, იმიტომ რომ აქ ენერგოტონუსიც მაღალია, ღირებულებაც მაღალია. შეიძლება საზოგადოების პარტოფენების წინაშე მოგიწიოთ გამოსვლა და საკმაოდ წარმატებული იქნება. საინტერესო საქმიანი საზოგადოებრივი კონტაქტები დაამყაროთ, მრავალფეროვანი შეხვედრები, მოგზაურობის პერიოდია და სხვათა შორის, ყოველხრივ კარგი დროა, უბრალოდ აი ეს განსაკუთრებით კვირა და 26 რიცხვი და 31 ცოტა ფრთხილად გავიაროთ. ყველას კარგია თქვენთვის 27 მაისის დღე და ეს რიცხვი და ცოტა ფრთხილად ვიყოთ ასე 25-30 რიცხვებიც, ცოტა ასე ვთქვათ, ყურადღებით გავიაროთ. თხისკას ზოდიაქოს ნიშანს რაც შეეხება, აქ შეიძლება კვირის ბოლოსკენ და ასევე 26-ში გარკვეულმა გადაუწყვეტმა, მათ შორის საოჯახო პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი. აქ შეიძლება გამძაფრდნენ ურთიერთობები ახლობლებთან, ნათესავებთან, რომელიც მაგალითად კრიტიკის ქარცელში მოაქცევენ თქვენს ამათო მოქმედებებს ამ გამოთქმებს. მაგრამ დანარჩენი დღეები შეგიძლიათ აქტიურად გამოვოთ, იმიტომ რომ აქ არის შანსები, რომ ფინანსურადაც გამოჩვენებისო თქვენი მდგომარეობა, გარკვეული იდეები, პროექტები განახორციელოთ და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი საკმაოდ კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის აქ 28 მაისის დღე და ეს რიცხვი და ცოტა ფრთხილად გავიაროთ. ორი ყველაზე რთული დღე, 26 და 31 მაისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეიძლება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, მერწყულების ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ეს ნიშანი პროაქტიული, ენერგიული, ინიციატივიანი ხდება, მაგრამ მოდი ამშვიდობთ, რომ აი აქ ესეთი დღეები, როგორც არის 25, 26 მაისი, 30 და 31 მაისი, აი ეს დღეები ითხოვენ ყურადღებას. რატომ? იმიტომ რომ აქ შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას ურთიერთობებში, მათ შორის ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. აქ შეიძლება ინტერესთა დაჯახება მოხდეს, რაც შეიძლება კონფლიქტშიც გადაიზარდოს. ამ კუთხით ვიღოთ ყურადღებით და ასევე შვილებთან, ბავშვებთან. აქაც შეიძლება რაღაც დაძაბულობა მიჩინოს თავი. აი დანარჩენი დღეები უკვე შეგიძლიათ აქტიურად გაიაროთ, იმიტომ რომ ყველა სახის შანსები წარმატებისა და წინსვლისა უდაოდ ამ დანარჩენ დღეებში იქნება მეტი. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, თქვენც გაქვთ ორი რთული დღე ამ კვირაში 26 და 31 მაისის დღეები, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ.
დანარჩენი კვირის დღეები ძალიან კარგია, საინტერესოა, პერსპექტიულია. გაქვთ შანსები მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, საინტერესო ინფორმაციის მიღების, სწავლის, მგზავრობა მოგზაურობის, ბევრი შეიძლება საოჯახო საკითხების გადაწყვეტოთ, მაგრამ 26-ში და 31-ში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ აქ შეიძლება სხვადასხვა სახის წინააღმდეგობებმა, კონფლიქტებმა იჩინონ თავი და აქედან გამომდინარე მოეხდება ზოგიერთ თქვენ ინტერესის დაცვა როგორც სახში, ასევე სამსახურში და ასე შემდგომ. მთლიანობაში მოდი ასე ვთქვათ, კვირა კარგია, ოღონდ ეს ორი დღე მაინც ფრთხილად გავიაროთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.